მესამე კვირა სასამართლო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების საქმეებს ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. დღეს 10-მდე საქმეზე იმსჯელეს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კერძოდ სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ შემთხვევაზე მიიღო. დემონსტრაციის დროს დაკავებულ მოქალაქეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს წინაშე წარდგა აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი, თუმცა მის საქმეზე გადაწყვეტილებას იანვარში გამოაცხადებენ. მოსამართლემ იმსჯელა ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას საქმეზეც, რომელიც 30 იანვარს აიყვანეს, მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული და სახლში მკურნალობს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მოსამართლემ მის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გამოჯანმრთელების დრომდე გადადო. ანალოგიური მიზეზით გადაწყვეტილება მომდევნო თვეში გამოცხადება გიორგი კილასონიას საქმეზეც, მასზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალოდეს, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. დაკავება მოხდა საერთოდ არაფრის გამო, იგი იმყოფებოდა აქციაზე და სიგარეტს ეწეოდა თავისთვის მშვიდად, როდესაც მოხდა მისი დაკავება. არანაირ გაფრთხილებას, მოწოდებას, რომ თქვათ, იმ შემთხვევაში თუ კი არ უღელდა კანონს, რასაც რეალურად ადგილი არ ქონია პოლიციის მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სასამართლოში არანაირი მყარი მტკიცებულება არ მოიტანა, არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება არ ქონია ოქმის შემდგენ ორგანოს წარმოდგენილი.